თეატრი ძალიან ცოცხალია, ძალიან ბუნებრივია და ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია მაყურებელზე თეატრს. მე ვარ ლიზა წერეთელი, 19 წლის, თეატრალური უნივერსიტეტის 10 უკვე სტატუს შეწყვეტილი სტუდენტი. რაც მახსოვს, ჩემი თავი სულ ვიცოდი, რომ მინდოდა ამ პროფესიაში და რაღაც სპექტაკლებს ვდგამდი, მე თვითონ მე ვთამაშობდი ამ სპექტაკლებში, ვეძახდი ხოლმე რაღაც სოფელში თუ ჩავდიოდით, ყველას ვეძახდი, რომ მოდით ნახეთ და არასდროს არ მიფიქრია, რომ რაიმე სხვა შეიძლებოდა მეკეთებინა. მთელი ცხოვრება მინდოდა და ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა ყოფილიყავი. დიდი წვალების მერე მოვხვდი სამსახიობოზე. აი ის ემოციები არ დამავიწყდება არასდროს, საერთოდ რო გავიგერო, ჩავაბარე და ვიყავი უბედნიერესი. აი მართლა ყოველდღე ვიღიმოდი, საერთოდ რაღაც სხვა ლიზა გაიღვიძა იმ დღის შემდეგ ჩემში. ძალიან ბედნიერი რაღაც რამდენიმე თვე გამოვიდა პრინციპში და მე უკვე დაიწყო ის, რაც დაიწყო. ჩემი ყოველდღიური სტუდენტური ცხოვრებიდან გარდატეხა მოახდინა ამ დარბევებმა და ამდენმა დაკავებულმა და დაშავებულმა ხალხმა. აი მაშინ დაიწყო უკვე თვითონ ფოიეს დაკავება, რომელიც გაგრძელდა 83 დღე. ეს პირველი დღეები იყო ყველაზე რთული, არ მქონდა არც გათბობა, არც ლეიბები და ერთადერთი რაც გვაძლიერებდა და დღემდე გვაძლიერებს იყო ერთმანეთი. შემდეგ უკვე ხალხი, ის ვინც გარეთ იყო და მასში რო ჩამოივლიდა ხოლმე და ფანერებს გვინთებდა, მე ჩვენც აქედან ფანერებს ვუნთებდით და იყო ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი мотиваცია. ძალიან რთული მოსასმენი იყო, რომ ადმინისტრაცია გიწყვეტს სტატუსს, სწორედ აბსურდის გამო, ეთიკის კოდექსის დარღვევის გამო. საერთოდ სად იყო ეთიკის კომისია, როდესაც ჩვენი უფლებები ირღვეოდა, როდესაც ხელს ვკიდებდნენ და ძალით გვათრევდნენ უნივერსიტეტიდან, კარებს გვიკეტავდნენ, გვაში მშილებდნენ. სტუდენტი ვერ მუშაობ, მით უმეტეს თუ ჩვენ სფეროში ხარ, ძალიან რთულია იმუშაო. გვიანობამდე გვიწევს ხოლმე რეპეტიციები, ლექციები. ფიზიკურად ვერ ახერხებ, რომ იმუშაო. და შენ ესეთ სტუდენტს კიდე ჯარიმას აკისრებ, თან არ არის ცოტა თანხაზე ლაპარაკი. საკუთარი აზრის გამოხატვისთვის, იმისთვის, რომ ხმა მოიღო და იმისთვის, რომ თავისუფლებისთვის იბრძვის. თეატრი არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია, რომ ყველაფერი შეცვალოს. ადამიანში, ქვეყანაში, კულტურაში, ის რომ მსახიობმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, უბრალოდ ითამაშოს სპექტაკლი, მერე თავი დაგიკრას და გავიდეს, ეს არ არის სწორი. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, ჩვენი ხმა ეხლა კიდე უფრო ხმამაღალი იქნება. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ყველა პატიმარი განთავისუფლდეს. ეს ხელისუფლება აღარ იყოს და ვიცხოვროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მე შემეძლება თავისუფლად, ლაღად და ბედნიერად ქუჩაში სიარული.